წარმოიდგინე ასეთი სიტუაცია. ერთი დამოუკიდებელი დეველოპერი თამაშის სახელად Levels და $1 მილიონი შემოსავალი სულ რაღაც 17 დღეში. კი, ეგ მართლა გიჟური ციფრებია. ხო, და მათი საიდუმლო რა არის? ანუ, კოდის უდიდესი ნაწილი თავად არც კი დაუწერიათ. დღეს ჩვენი სიღრმისეული განხილვის მთავარი თემა ზუსტად ეს არის. თუ აქამდე ხოითი ფიქრობდი, რომ ხელოვნური ინტელექტით კოდის წერა მარტო რაღაც მარტივი სკრიპტებით შემოიფარგლებოდა, დღეს ისეთ რამეს განახებთ, რაც სულ 2 წელიწადში 100 მილიონიან შემოსწავლს გადასცდა. ზუსტად. ჩვენ საუბრობთ Cursor AI-ზე და იმაზე, თუ როგორც სulis ის ფუნდამენტს მიუხედავად იმისა, დამწყები ხარ თუ სენიორი. ხო. კი, აბსოლუტურად. და რაც ყველაზე თვალსაჩინოა ამ, ესე რომ ვთქვათ, პარადიგმის ცვლილებაში, არის ის, რომ აქ აღარ ვსაუბრობთ პროდუქტიულობის უბრალო 10-ან 20%-იან ზრდაზე. როდესაც პროფესიონალები ტრადიციული გარემოდან აქ გადმოდიან, მუშაობის ტემპის 10-ჯერ აჩქარებას აფიქსირებენ. მოიცა? 10-ჯერ? ეგ ცოტა მარკეტინგულად ხმამაღლა ჟღერს. ხო, ჟღერს, მაგრამ რეალურია. ამ მულტიმილიონიანი წარმატების უკან მარტივი კონცეფცია დგას შენ ბუნებრივი ენით წერ, აღწერ სისტემის ლოგიკას და ხელოვნურ ინტელექტს ეს პირდაპირ სრულყოფილ სამუშაო კოდად გადახავს. კარგი, მოდი ეს ცოტა დეტალურად განვიხილოთ. აი ეგ 10-ჯერადი აჩქარება. იმიტომ რომ ხო იცი ინდუსტრიაში ახალი რევოლუციური რაღაც რო გამოდის, პირველი რეაქცია სკეპტიციზმია ხოლმე. კი, თავისთავად. ანუ ახალ ინსტრუმენტზე გადასვლა ნიშნავს, რომ ახალი ინტერფეისი უნდა ისწავლო, ძველი დათმობები, მალსხამობები თავიდან დაიმახსოვრო, კონფიგურაციებზე დრო დაკარგო. თუ ეგეთი მაგარია, მიგრაციის პროცესი რამდენად მტკივნეულია. რეალურად ეგ მიგრაციის პრობლემა საერთოდ მოხსნილია და აი რატომ. შემქმნელებმა ძალიან ჭკვიანური რაღაც ქნეს. Cursor არ არის ნულიდან დაწერილი. აბა? ის არის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კოდის რედაქტორის VS Code-ის ეწოდებული ჩანგალი, ანუ fork-ი. მართლა, ეგ არ ვიცოდი. კი, ეს ნიშნავს, რომ ზუსტად იმავე ღია კოდის ბაზაზეა, რომ აინსტალირებ პირველივე ეკრანზე გეუბნება, მინდა შენი VS Code-ის პარამეტრების იმპორტიო. ერთი კლიკი და შენი საყვარელი თემები, კლავიატურის კომბინაციები, ექსტენშენები, ყველაფერი ეგრევე გადმოდის. ანუ ვიზუალურად და შეგრძნებით ზუსტად ისე ვარ. ზუსტად. იცი რა მახსენდება, ადრე სულ იყენებდნენ ტერმინს კოდირების თანაპილოტი, მაგრამ მგონი ეგ მეტაფორა უკვე მოძველდა. კი, ეგ უფრო ძველი მიდგომა იყო. ხო, ანუ ეს აღარ არის ვიღაც დამხმარე გვერდით. მე უფრო მგონია, რომ ეს არის, წარმოიდგინე, შენს ნაცნობ მაგიდასთან ზის ძალიან მაგარი სენიორ დეველოპერი, რომელმაც შენი პროექტი ზეპირად იცის და პირდაპირ შენს კლავიატურაზე ბეჭდავს, როცა მიმართულებას აძლევ. აი იდეალური შედარებაა და ამ შენს სენიორ დეველოპერთან სამი განსხვავებული დონის კომუნიკაცია შეგიძლია. სამი რეჟიმი გაქვს. აჰა, რომელია ეგენი? პირველი და ყველაზე მძლავრი არის აგენტის რეჟიმი, ანუ agent mode. აქ აძლევ გლობალურ დავალებას. მაგალითად, ეტყვი, შემიქმენი ელ-კომერციის საიტის ძრავი. და თვითონ წერს ყველაფერს. კი, თვითონ ქმნის ფაილებს, აკავშირებს ერთმანეთთან და წერს კოდს. მეორე არის კითხვის რეჟიმი, ask mode. ეგ მაშინ გჭირდება, როცა უკვე არსებულ რთულ კოდზე გაქვს კითხვები და გინდა აგიხსნას. ანუ ეს ფუნქცია როგორ მუშაობსო, რომ კითხო, ხო? ზუსტად ეგრე. და მესამეა მანუალური რეჟიმი. თუ უბრალოდ შენით გინდა წერა და გინდა რომ ლოკალურად დაგეხმაროს. აი აქ მინდა ცოტა შევჩერდეთ ერთ კრიტიკულ დეტალზე. ბევრი მსმენელისთვის AI-ით კოდის წერა ჯერ კიდევ ასოცირდება უბრალო ავტოშემსებთან, autocomplete რომ არის. კი, ეგ სტერეოტიპი არსებობს. ხო, როცა ბეჭდავ და სტატისტიკურად გამოცნობას ცდილობს. მაგრამ აქ ხომ სრულიად სხვა მექანიკაა. როგორ ახერხებს, რომ მართლა რელევანტური და არქიტექტურულად გამართული კოდი დაწეროს და არა უბრალოდ სინტაქსურად სწორი ხაზები? აი, აქ ყველაზე მომხიბვლელი ის არის, რომ საქმე ეხება კონტექსტის აღქმას. მოდი არქიტექტურა დავშალოთ. ნიდი. პირველი შრე არის ინტერფეისი, სადაც წერ. მეორე არის AI ძრავა. მაგრამ მესამე და, ესე რომ ვთქვათ, ყველაზე მთავარი კომპონენტი არის ადგილობრივი კოდის კონტექსტი. რას ნიშნავს ეგ?
როცა მუშაობას იწყებ, cursor შენს ფაილებს მარტო ზემოდან ქვემოთ კი არ კითხულობს, აკეთებს მთლიანი პროექტის ეწე, კოდის ბაზის ინდექსირებას, code base indexing. და აი აქ ხდება ყველაფერი ნამდვილად საინტერესო. მოდი მსმენელისთვის ეს ინდექსირება ცოტა ვიზუალური გავხადოთ. კი ბატონო. აი წარმოიდგინე ასისტენტი. ტრადიციული ავტოშემსები არის ტიპი, რომელიც კითხულობს მარტო იმ ერთ ღია გვერდს, რასაც ახლა წერ და ცდილობს წინადადება დაასრულოს. კი, ლოკალურად იყურება. მაგრამ ეს ინდექსირება ნიშნავს, რომ ამ ასისტენტმა წუხელს შენი მთელი ბიბლიოთეკა წაიკითხა, ზუსტად იცის რომელ თაროზე რა დევს და როცა შენ პირველ სართულზე შესავალს წერ, ის ითვალისწინებს იმას, რაც მესამე სართულზე გიწერია. აბსოლუტურად ეგრეა. და პრაქტიკაში ეს როგორ ჩანს, იცი? ვთქვათ, მუშაობ cart.js ფაილზე, L-კომერციაში. ქალათის ლოგიკა. ხო, ლოგიკურია, რომ თუ ქალათა გაქვს, პროდუქტების ბაზაც სადღაც სხვა ფაილშია. Cursor-მა ამ ინდექსირების გამო უკვე იცის პროდუქტების ზუსტი სტრუქტურა. ანუ სახელები იცის ცვლადების. კი, რა ქვია, ფას, როგორა კატეგორიები. ამიტომ, როცა ეტყვი ფასდაკლების ფუნქცია დამიმატეო, ჰალუცინაციებს კი არ იწყებს და არარსებულ ცვლადებს კი არ იგონებს, პირდაპირ იყენებს შენს უკვე არსებულ სტრუქტურას. ვაუ! ეგ მართლა მაგარია. მაგრამ იცი რა პარადოქსი მხდება აქ? რა? მოდელებზე რო ვსაუბრობთ, Claude 3.5, Gemini, GPT-4. ლოგიკა გვეუბნება, რომ რაც უფრო ახალია მოდელი, მით უფრო ჭკვიანია, ხო? წესით კი. როგორც ვხედავთ, მიზანმიმართულად ირჩევენ Claude 3.4-ს. ყოველდღიური მუშაობისთვის და არა ვთქვათ GPT-4-ს, ან უფრო ახალ Claude 4-ს. რატომ ვამბობ თუ არც ყველაზე მძლავრ მოდელზე? ეგ ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსია. ტერმინი ყველაზე მძლავრი ყველთვის არ ნიშნავს საუკეთესოს კონკრეტული ამოცანისთვის. ანუ ტესტირებების დროს გამოჩნდა ესეთი რამ, Claude 4 იმხელაა, რომ მიდრეკილია ეწოდე over-engineering-ისკენ. მარტივ დავალებას რომ აძლევ, იწყებს რაღაც აბსტრაქტული სტრუქტურების შენებას. იმდენად ჭკვიანია, რომ ორჯერ ორის გაგებას უმაღლესი მათემატიკით ცდილობს. ზუსტად. კოდს გირთულებს იქ, სადაც არ გჭირდება. Claude 3.4-ს კი სპეციალურადად დაკალიბრებული რუტინული ზუსტი სინტაქსური ამოცანისთვის. ლაკონურია. ამიტომაც ურჩევნიათ. გასაგებია. მაგრამ მოდი ახლა ცოტა სხვა კუთხით შევხედოთ. თუ ახლა ამას უსმენ და პარალელურად რაღაც დიდ კორპორატიულ პროექტზე მუშაობ. ალბათ შენი უსაფრთხოების გუნდის ყველაზე დიდი კოშმარია ეგ ინდექსირება. კი, გეთანხმები. ანუ მე რომ მუშაობდი გადახდის სისტემაზე ან სენსიტიურ დაშიფრვაზე, ჩემი კოდი სადღაც სერვერზე ხო არ იგზავნება, ვაჭმევთ ჩვენს ინტელექტუალურ საკუთრებას AI მოდელებს. ეგ არის საწარმოო დონეზე, enterprise-ში, აბსოლუტურად კრიტიკული შეკითხვა. და მაგიტომ არსებობს ეწემა კონფიდენციალურობის რეჟიმი privacy mode. რომელიც თავიდანვე შეგიძლია ჩართო. კი, პირველივე დღიდან. და მექანიკა ასეთია. მონაცემები პასუხის დასაგენერირებლად იგზავნება, მაგრამ არ ინახება. საერთოდ არ ინახება? არა. და რაც თავარია, შენი კოდი არანაირ ვითარებაში არ გამოიყენება AI-ის სამომავლო ტრენინგისთვის. აჰა, ანუ შემიძლია მშვიდად ვიყო, რომ ჩემი დაწერილი უსაფრთხოების ალგორითმი ხვალ ვიღაცის ავტოშემსვებში არ ამოხდება. ზუსტად ეგრეა. გარანტიას გაძლევენ. ეგ კარგია. უსაფრთხოების გარდა მე პირადად ყველაზე მეტად რა მომწონს, იცი? პერსონალიზაცია. რადგან ყველა დეველოპერს თავისი ხელწერა აქვს, ხო იცი? ზოგს ერთი ბიბლიოთეკა უყვარს, ზოგს მეორე სცულს. როგორ სწავლობს ეს სისტემა ჩემს სტილს? მაგისთვის არსებობს სისტემა წესები და მეხსიერება, rules and memories. აბა, ეგ როგორ მუშაობს? მუშაობის პროცესში გაკვირდება. მაგალითად, თუ სულ Tailwind CSS იყენებ და არა ჩვეულებრივ CSS, ან React-ში ყოველთვის ფუნქციურ კომპონენტებს წერ კლასების ნაცვლად, იმახსოვრებს. და მერე თავისით იყენებს. კი, შემდეგზე რომ ეტყვი ღილაკი დამიმატეო, პირდაპირ შენ სტილში დაწერს. და კიდევ უკეთესი, შეგიძლია ხელითაც გაუწერო დირექტივები. ეგ როგორ? ქმნი cursor rules ფაილს და წერ. ამ პროექტში ყოველთვის გამოიყენე MongoDB, ან არასოდეს გამოიყენე ვარბ-ცვლადები და სისტემა ურკევად ემორჩილება. ვაუ, ეს ნამდვილად შთამბეჭდავია. მაგრამ იცი მე განსაკუთრებით ერთი სპეციფიკური ტექნოლოგია მაინტერესებს, მანდ MCP რომაა,
Model Context Protocol. ხშირად ეგეთი ახალი ტერმინები მარტო მარკეტინგია ხოლმე, მაგრამ აქ მგონი მართლა სერიოზულ რამესთან გვაქვს საქმე. კი, MCP არის ალბათ ყველაზე დიდი ნახტომი ამ ავტომატიზაციაში. ანუ ეს სტანდარტიზებული ხიდია, რომელიც AI-ს ლოკალურ გარემოში ხელებს აძლევს, არა? ზუსტად. ჩვეულებრივ ხომ AI chat-შია ჩაკეტილი. გაძლევს კოდს, შენაკოპირებ. კი, copy-paste-ს ვაკეთებთ. ხო, MCP-თ კი შეგიძლია AI დააკავშიროს შენს ლოკალურ თულებთან. მაგალითად, გაქვს რაღაც ტესტირების სკრიპტი. chat-ში ვეუბნები. გაუშვი, აბა ეს ჩემი ლოკალური ტესტი და მნახე რამეს ხომ არ აფუჭებს ეს ახალი კოდი. და თვითონ უკავშირდება. თვითონ რთავს სკრიპტს, კითხულობს შედეგებს და პასუხს კი ბრუნებს. ნახევარი გინდა მარტო. სენამ ყველაფერს მიიღებ და მერე წაშლი, უბრალოდ აჭერ კონტროლს და მარჯვენა ისარს და თითო სიტყვით შემოგაქვს კოდი. კი, დოზირებულად. და ავტომატური იმპორტებიც ხო არის შუა ფაილში წერ ახალ კომპონენტს და ზევით გარბის სისტემა თავისით ამატებს იმპორტ ხაზს. ხო, აღარ გიწევს ეკრანზე ზევით ქვევით სირბილი. ზუსტად. ეგ მიკროინტერაქციები ქმნის იმ flows, უწყვეტ მუშაობას. მაგრამ, მოდი ახლა თეორიიდან პრაქტიკაზე გადავიდეთ. მიდი. მოდი განვიხილოთ ექსპერიმენტი. ელკომერციის საიტის აწყობა ნულიდან. Next.js-ით და Node.js-ით. ეგ საუკეთესო მაგალითია. აი მან ჩანს ზუსტად აგენტის რეჟიმის ავტონომია. ანუ პროცესი იწყება ერთი მარტივი ბრძანებით პრომპტით. კი. ეუბნები შემიქმენი ელკომერციის საიტი. და სისტემა ბრმად კი არ იწყებს რაღაცების კეთებას, ჯერ გეგმას ადგენს, to-do lists. და გეკითხება, ჯერ ბაზა დავაგენოთ, მერე ფრონტენდიო, მეთანხმებიო. და მანდ ორი არჩევანი გაქვს. შეგიძლია თითო ნაბიჯზე დასტური მისცე, მაგრამ არის მეორე ვარიანტიც. YOLO რეჟიმი. Wow, YOLO. You only live once. ხო, ავტორან არის რეალურად, მაგრამ YOLO ეძახიან. თუ მაგას ჩართავ, ეგრევე ავტონომიური ხდება. თვითონ ხსნის ტერმინალს, წერს ბრძანებებს, ქმნის ფაილებს. და იცი ყველაზე შთამბეჭდავი რა იყო მაგ ექსპერიმენტში. შეცდომებს როგორ უმკლავდება. ანუ ტერმინალში ინსტალაციის დროს რაღაც პაკეტი დაკალდა და ერორი ამოაგდო წითლად. ხო, ეგ ხო სულ ხდება ხოლმე. კი და ტრადიციულად რას იზამდი? დააკოპირებდი ამ ერორს, Google-ში ან Stack Overflow-ზე მოძებნიდი, მერე ხელით გაასწორებდი. კი, ნახევარ საათს დაკარგავდი. აი კი რა მოხდა? AI-მ თავად წაიკითხა ეს ერორი, მიხდა რაც დააკლდა და თვითონვე გაუშვა ახალი ბრძანება პრობლემის მოსაგვარებლად. პროსტა უყურებ, როგორ აგვარებს პრობლემებს. ეგ არის ის 10-ჯერადი აჩქარება. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი აღარ გჭირდება. იმიტომ რომ ლოგიკა კი აეწყო, მაგრამ ვიზუალი? ხო, ვიზუალზე მაგარი რაღაც იყო. პირველი ვერსია ხო საკმაოდ უშნო გამოვიდა, მუშაობდა, მაგრამ დიზაინი არ უარგოდა. კი. და სურათების დამატება რომ გახდა საჭირო, ერთი ისეთი ტრივიალური, მაგრამ ნერვების მომშლელი შეცდომა გაიპარა. აი ეგ მომენტი. კოდში ეწერა Janes JPG და საქაღალდეში ეგდო Jeans PNG ფაილი. კი, გაფართოების აცდენა. ეგ ხო ისეთი რამეა, ადრე რომ ხელით დრომიალე და საათობით ზებნა გიწევდა. დეველოპერმა კიდე უბრალოდ გკითხა, რატომ არ ჩანს ჩემი ჯინსის სურათიო. და სისტემამ წამებში იპოვა ეგ აცდენა და თვითონვე ჩაასწორა. და მანდ მულტიმოდალურობაც ჩანს კარგად. ვიზუალის გასაუმჯობესებლად მაგარი მიდგომა გამოიყენეს, სკრინშოტი. აჰა, ეგ როგორ. იპოვა საიტი, რომელიც მოსწონდა. გადაუღო სკრინშოტი, ჩააგდო კურსორის ჩატში და უთხრა, მინდა ჩემი საიტი ამას გავდესო. თან ანიმაცია დაუმატა ინსტრუქციაში. Wear your fashion დამიწერეო. და პირდაპირ სურათიდან ააწყო. გაანალიზა სურათი, ნახა ელემენტები როგორ იყო ჰორიზონტალურად დალაგებული და ზუსტად ეგრე გადაწერა CSS-ი. მისმინე, ეს ყველაფერი იმდენად ჯადოსნურად და მარტივად ჟღერს, რომ უკვე ცოტა ფსაშიშიც ხდება ჩემთვის. რატო? ანუ, თუ მე უბრალოდ Enter-ს ვაჭერ და ეს ინსტრუმენტი ათასობით ხაზ კოდს წერს ჩემ მაგიურად, ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც კულისებში ხდება? უზარმაზარ ტექნიკურ ვალს, technical debts არ ვაგროვებთ, რისის ჩვენ თვითონაც არაფერი გაგვეგება. აი, ეგ არის ალბათ ყველაზე დიდი და კრიტიკული გაფრთხილება ამ თემაში. სადემონსტრაციო ვიდეოებში ხო ხედავ, რომ სწრაფად ეთანხმებიან ყველაფერს, რომ შედეგი განახონ. კი, სულ ექსეპტს აჭერენ. მაგრამ რეალურ სამუშაო გარემოში კოდის ეგრე ბრმად მიღება და ამღუპველია.
აუცილებლად ფუნდამენტურ დონეზე უნდა გესმოდეს, რას აშენებს სისტემა. აბა რა. იმიტომ რომ პროექტი, როცა წარმოებაში, პროდაქშენში ჩაეშვება და რეალურ მომხმარებელთან მივა, იქ თუ რამე ბაგი ამოვარდა ან სერვერი გაითიშა შაბათ-ღამეს, ხელოვნურ ინტელექტს ხო არავინ დაურეკავს. არა, დეველოპერს დაურეკავენ. ხო, შენ დაგირეკავენ. ზუსტად. და თუ წარმოდგენა არ გაქვს რა წერია იმ ათასობით ხაზში, პატარა ხარვეზის პოვნაც კი სრულ კოშმარად გადაიქცევა. AI არის სისტრაფისთვის და არა შენი როგორც ინჟინერის პასუხისმგებლობის ჩამოსაშორებლად. აბსოლუტურად გეთანხმები. საბოლოოდ მოდი შევაჯამოთ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი ჩვენთვის. ცხადია, რომ ეს აღარ არის უბრალოდ კიდევ ერთი ჭკვიანი ტექსტური რედაქტორი. Cursor AI და მსგავსი ტექნოლოგიები რაღაცნაირად ცვლიან თავად დეველოპერის როლს, არა? კი. და მინდა მსმენელს ერთი პროვოკაციული საფიქრალი დაუტოვო ბოლოს. მიდი. თუ კი დღეს სისტემას უკვე უშეცდომოდ წერა, ფაილების ინდექსირება, ტერმინალის ერორების გასწორება იქნებ ის, რასაც ჩვენ ტრადიციულად პროგრამირებას ვეძახით, სულ მალე წარსულს ჩაბარდება. აჰა. იქნებ მომავალში მთავარი უნარი ენის სინტაქსის დაზეპირება კი აღარ იყოს, არამედ სწორი კითხების დასმა და არქიტექტურის გლობალური ხედვა. ზუსტად მაქეთ მივდივართ მგონი. პროგრამირების ენა მართლაც უნივერსალური ხდება ყველასთვის. ტექნიკური ბარიერები ინგრევა და თუ მაგარი იდეა გაქვს, წლები აღარ გჭირდება სინტაქსის სასწავლად. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, შენს კრეატიულობაზეა მაინც დამოკიდებული თუ რას შექმნი. კი, ეგ არ შეიცვლება. მოკლედ, მართლაც ამაღელვებელი ეპოქაა. ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად იყავი ამ სიღრმისეულ განხილვაში. იმედია, ეს ახალი პერსპექტივები დაგეხმარება შენს პროექტებში. შევხვდებით შემდეგ ჯერზე.